დესერტის დროც მოვიდა. ეხლა ვამზადებთ ძალიან მარტივ, მაგრამ ნოყიერ და გასაყოფ, ასე ვთქვათ, დესერტს, რომელსაც ქვია flan. ეს არის ფრანგული დესერტი. პრინციპში ძალიან გავს, თავიდან რო იწყებ მზადებას, გონია რომ მოხარშულ კრემს ამზადებ. შემდეგ ცოტათი სხვანაირად სრულდება და ბოლოს საერთოდ ცხება. ძალიან საინტერესოა და მართლა გემრიელი. მე მოვამზადებ ცომს. ცომი ფხვიერი ცომი. ჩვეულებრივი არის, ასე ვთქვათ, ფხვიერი არის, რომელსაც სჭირდება ფქვილი, დაახლოებით 300 გრამი. ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ ძირი, ამიტომ ბევრი ფქვილი აღარ დაგვჭირდება, ანუ 300 გრამი აბსოლუტურად საკმარისია. ცოტა მარილი. 2 კვერცხი. და დაახლოებით 100-150 გრამი კარაქი. ხო, ამ შემთხვევაში 150 გრამი იდეალური პროპორცია იქნება 300 გრამ ფქვილზე. ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს კარაქი, რომ მარტივად მოიზილოს, პარალელურად დავიწყებ კრემის მომზადებას, რომელსაც შემდეგ გამოვაცხობთ. დაგვჭირდება ჩვენ 250 გრამი შაქარი, რომელსაც ჩავყრით ესეთ ღრმა ქვაბში. დაახლოებით 180 მილილიტრი 35%-იანი ნაღები. შედედებული რძე, ესეც 180 მილილიტრი და 5 კვერცხის გული. ცომიც მზად არის, შემიძლია უკვე ჩავაფინო გამოსაცხობ ფორმაში. ხელი გავუკეთოთ ამ თუ უფრო სქელი რაღაც. ჯობია თხელი იყოს, რა თქმა უნდა, ცომი. ნუ ისეთი არა, რომ დაინტრას ამოღების დროს, მაგრამ ხილი უნდა დამეყარა ხო პირველ რიგში. კარგი ზედაპირი აქვს ამ ტარტის ფორმას, ასე რომ არ მიიკრავს. 5 კვერცხის გული. ავანთოთ ცეცხლი და ამოურიოთ. მივიღებთ ესეთ მოყვითალო კრემს, ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უნდა გაცხელდეს. ახლა ამ კრემის მასას დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი კრემყველი, რომელიც ესევე სწრაფად უნდა გავხსნათ. ეს უფრო ცოტათი სხვანაირი გემოსკენ წაიყვანს, ცოტათი თითქოს მარილიანობასაც შემატევს. ეს ყვითელი კვერცხისგან არის, ხო? კი, კვერცხის გული და შედედებულმა რძემაც ცოტათი ფერი შეუცვალა. გამორთოთ ეს მასა და დავუმატოთ ფქვილი, დაახლოებით 100 გრამი. ანუ თითქოს მოხარშულ კრემს გავს ახლა. დავუმატოთ სულ ცოტა ვანილის ესენცია. ძალიან მოუხდება, რა თქმა უნდა, ვანილის გარეშე ფლანი წარმოუდგენელია და ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება ნუშის ესენცია. ტარტი უკვე მზად არის. მზად არის უკვე პრინციპში კრემი გამოსაცხობად. ეს მარტივად უნდა ჩაასხათ და მორჩა. ჩავასხათ და მერე დაბალ გრადუსზე ცხება. ვასხავთ. რა კარგია. გავავსოთ ფორმა და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 40 წუთით. ფლან ტარტი, ფრანგულად. ვამზადებთ ცომს. გვჭირდება 300 გრამი ფქვილი, 150 გრამი კარაქი, 2 ცალი კვერცხი და მარილი გემოვნებით. კრემისთვის დაგვჭირდება 100 გრამი ფქვილი, შაქარი 250 გრამი, შესქელებული რძე 180 მილილიტრი, 180 მილილიტრი ნაღები, კვერცხის გული 5 ცალი, კრემყველი 2 სუფრის კოვზი, ვანილის ესენცია და ნუშის ესენცია. ფლანი გამოცხვა, ლამაზად დაიბრაცა, ზემოდანაც პრიალა დარჩა. აი, ნუ ეფერები, მოდი დავჭრათ გასინჯოთ. უნდა გავჭრათ. გავჭრათ. და ვნახოთ კრემი. ნახე. აი ესეთი უნდა იყოს ფლანი. ერთი. ცომი ჩემი გაკეთებული. პატარა დესერტის კოვზი. და ვჭამთ. ხრაშუნა ცომია. შიგთავსი ძალიან ტკბილია და ნუშის ბოლოს რო დავუმატე.
გემრიელესია, თან ბოლომდე არ ვაცადე გამოცხობა. დარჩა ისეთი კრემივით, მართლა მოხაშულ კრემს გავს. ისე რა გემრიელი გადაცემა გამოგვივიდა, ხო? შემწვარი ყვავილოვანი კომბოსო. ჯამბალაია, რომელშიც ყველაფერი იყო აბსოლუტურად და ესეთი ფაფუკი და თან ხრაშუნა დესერტი. ეს პატარა ნაჭერიც კი დაგანაყრებს.